გამოვედით საბურავების საწყობიდან, რათა გავარკვიოთ, როგორი კომპეტენტურები არიან მძღოლები. დავუსვევთ რამოდენიმე კითხვას და რა თქმა უნდა გადავცემთ სწორი პასუხის შემთხვევაში ფულად პრიზს. გამომხევი. მოგესალმებით, დაგისვავთ კითხვას და სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მიიღებთ 20 ლარს. 3 რამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზამთრის მეორად საბურავში. TIPKI უნდა იყოს, პროტექტორი უნდა კონდეს, MS უნდა იყოს. რა თქმა უნდა, TIPKI-იანი MS უნდა იყოს. თქვენი კუთვნილი 20 ლარი. პროტექტორი, შემცველობა, სამი არ უნდა იყოს გაცვეთილი. რა თქმა უნდა და მიიღეთ 20 ლარი. დიდი მადლობა. Პირველი არის პროტექტორის სიმაღლე პროცენტულობა. რა თქმა უნდა, მართალია ერთი. მეორე არის რომ იყოს ზამთრის საბურავი და რა თქმა უნდა, მესამე ალბათ მართალია. წლოვანება, რომ ახალი იყოს. ნამდვილად მართალია და თქვენ მოიგეთ 20 ლარი. დიდი მადლობა. მეორე კითხვა. სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მიიღებთ 30 ლარს. საბურავი შეიძლება გარედან კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ საშიში იყოს მაინც მოძრაობა. რა შემთხვევაში არის დამისახელეთ ორი მიზეზი? რავი, ალბათ დაშაშხული არ უნდა იყოს, ერთი ეგ არის, მეორე მიზეზი. ბაბონს რო ეძახიან გაბერი. ეგეც სწორი პასუხია და გეკუთვნით თქვენ კიდე 30 ლარი. ქვემოდან აქვს მეტი ცვეთა, შიგნიდან აქვს სტრუქტურა დაშლილი. მართალია. აი თქვენ კუთვნილი 30 ლარი. რატომ არის აუცილებელი ბალანსის გაკეთება საბურავზე? საბურავზე ბალანსის გაკეთება ალბათ აუცილებელი არის, იმიტომ რომ პირველ რიგში ანუ საბურავის სწორი ცვეთა მოხდეს. სავალმა ნაწილებმა გამართულად იმუშაოს და ავტომობილის ვიბრაცია ალბათ. მესამე კითხვა და სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მიიღებთ 50 ლარს. რატომ არის საბურავის ბალანსი აუცილებელი? ალბათ, რავი, სწორი სიარულისთვის საბურავის ცვეთასაც იწვევს. კი, რა თქმა უნდა, მეორე და მესამე სწორი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ 50 ლარს. პერედოქსში ამის თუ დააზიანებს ალბათ. ნამდვილად სწორი პასუხია და გილოცავთ მიიღეთ 50 ლარი. დიდი მადლობა.